ამირან გამყრელიძე რადიო პალიტრის ეთერში გაკეთებულ განცხადებას განმარტავს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, სახელმწიფო იზრუნებს არა იმაზე, რომ ყველა უმუშევარს კომპენსაცია დაუწესდეს, არამედ სამინისტრო იზრუნებს სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებზე. მისივე თქმით, საზოგადოების ნაწილმა მისი განცხადება არასწორად გაიგო. გამყრელიძის განცხადებით, ახალი მთავრობა გადახედავს შრომის კოდექსს და იზრუნებს იმაზე, რომ ერთნაირად დაცული იყოს დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები. რატომღაც ატაცებული იქნა ეს, რომ თითქოს ყველა უმუშევარ ადამიანს რაღაც არ არის ეს სწორი, რა თქმა უნდა. ეს არის ლაპარაკი იმ ცივილიზირებულ მიდგომაზე, რომელიც არსებობს, როცა ადამიანი თავისუფლდება სამსახურიდან, მას თავისი დამსაქმებელი ან სხვა მექანიზმებით, სოციალური დაცვის მექანიზმებით ხდება მისი გარკვეული კომპენსირება დროის განმავლობაში. გარდა კომპენსირებისა ხელს უწყობს სახელმწიფო მთელი რიგი პროგრამებით, როგორც არის გადამზადების პროგრამები. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი სამუშაო და სახელმწიფომ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სტრატეგია უნდა შექმნას.